მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის Fordy Monster Lobsters-ის სოლისტი ბექა თევდორაშვილი. გამარჯობა ბექა. გამარჯობა. ვიდრე გადავიდოდეთ კითხვებზე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის Leader Sport-ი, ხოლო ჩვენი მუსიკალური მხარდამჭერი არის Music Room-ი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. მაინც ძალიან კარგი ყოფილხარ, ხედავ? კარგად გამოცხადე. მაყოფილი ხარ? კი, ძალიან. მადლობა. ესე ქრონოლოგიას როგორც წესი არ მიუყვებით ხოლმე, მაგრამ მართლა მაინტერესებს დასაბამი რა, თქვენი ისტორიის newcomersებიდან დაიწყო, ხო? ყველაფერი როგორც ვიცი. მაგაზე როგორ ხო, როგორც ალბათ ბევრი ბენდი, არა, ჩვენ შემთხვევაში რეალურად უშუალოდ newcomers-ისთვის გავაკეთე რა რამდენიმე ტრეკი და 3 ტრეკი უნდა გაგეგზავნა. და ნუ მე რო რაღაცა გადავედით, მე მანამდეც იდეაში ბენდის ის გქონდა უკვე რა, აი ბენდის გჭირდება და მოვემზადოთ რა, იმიტომ რომ წინა წელსაც ვიყავი newcomers-და და რაღაც მეორე სცენა მოვიგეთ რაღაც რა. და მაშინ გვერქვა Lobster 22 და სხვა ჩერს ერთ-ერთი სიმღერა რომელიც აი 18-ში ანუ წინა წელს დაუკარით დღემდე ვუკრავთ. და რომელი სიმღერაა? Popcorn Popper-ი. რომელიც აი შემორჩა ამდენი წელია. ბებერი სიმღერა არის. იცი რა მითხარი, ეს შემადგენლობა თავიდან აი მან დრო გახვედით. რამე შეიცვალა მაგაში? კი, შემადგენლობა შეიცვალა ძალიან ბევრჯერ, ალბათ ერთი. მეც შევინიშნე 30 კაცი ვართ ჯამში. 30 არა, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი ხო და ერთი წელია ვართ თითქმის დაახლოებით ამ შემადგენლობით, რაც მე საერთოდ ძალიან ხარს უჭერ ბენდში ერთი და იგივე ხალხის ყოფნა სულ. თუმცა ნუ ასე მოგვიწია. ნუ ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე, ძალიან ნორმალურია. თუმცა ჩვენთან ეგრეთ ყველგან ხდება ხოლმე ეგ. კი. თუმცა სუფთა გარდა იმისა, რომ ეხა ძალიან კაია, რომ შეწყობილები ხართ იმ ტიპებთან და რაღაცა სუფთა საქმიანადაც რთული არის რა, ეგრევე შეხედა რომ თქვა სრულიად თავიდან უნდა გაარჩიო, მაგრამ ერთი წევრით რო შეიცვალოს, აბსოლუტურად ნოლიდან იწყებ რეპეტიციებს და მე რაღაც ძველი რაღაცები თუ უცბად მოგინა გახსენება, კიდე გასახსენებელია და კარჩ საქმეც ძალიან ბევრი არის რა. ხო, მე მგონია რომ მაგასაც აქვს რაღაც ბენეფიტები, მაგალითად ის რომ ცოტა ახალი სისხლი ესხმება ხოლმე რა, იმიტომ რომ იმას შეიძლება საერთოდ სხვანაირად დაინახოს რა ის ტრეკი, რაღაც ახალი შესწინოს და საინტერესო. იცვლება, განსაკუთრებით ახლა შიდა სამძრელოში ნებისმიერი წევრის ცვლილება იწვევს თავის ხასიათზე წაყვანას რა და მე იმასაც ძალიან მომხრობი რომ კი არსებობს რაღაცა პარტია, მაგრამ ზუსტად ისეთი პარტია რო არ იყოს და ოდნავ თავისი პეცი შეარტყას, ვინც შევა და დაუკრავს, ეგ აუცილებელიც არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გამოვდივართ რაღაც სხვა ჟანრის ბენდი რა და ჩვენი ბენდი რაც არის, იქ ბენდი არის 4 ადამიანია და ამიტომ 4-ვეს რაღაცა თავისი უნდა კონდეს რა. ბენდზე მივედით და ბენდის წევრებზე რო გითხრა რამე ორი სიტყვა. ბენდის წევრებზე სხვათა შორის დღეს არის ნიკუ, ჩვენი ნიკუ, Tape Visitors-ი თავის მეორე ბენდით. ფლიკა ხო ყავდეთ და მეთქულზე უკრავენ დღეს. აი ხა სტორებს უყურებდი რომ მოვდიოდი, აი მივდივართ და ინტერვიუები აქვს და მოგვიყვა ჩვენც აქედან ჩემს გულში არიან. ძალიან მაგარი ამბავია, აი ესეთი კარგი არის რომ არ ვიცი. მეთქული ძალიან მაგარი არის და ნუ თეიფებიც ძალიან მაგრები არის. ეგრე კარგად ამ მასაკის ბენდი უკრავდეს აქ ძალიან იშვიათია რა. ეხა მოვუსმინე ოპენიერზე და ისეთი დინამიკა იყო, ისეთი გამართული იყო ყველაფერი. აი არ ვიცი და თვითონაც აი გიგრძნობოდა რა რაღაცა ეგ ჯაჭვი ემოციური თუ აი ეს რაღაც ტექნიკურათაც ყველა მხრივ რა ძალიან კარგად ქონდათ ეს დრამატურგია რა აი როგორც ქონდათ ქრონოლოგია თვითონ სეტის აი ყველაფერი ძალიან მომეწონა და ყველა იყო ისეთი რა აი თან ცალკე ძალიან მაგარი ტიპი და თან იგრძნობოდა ეგ ერთობა და მე პირველად მოვისმინე ესე ცოცხლად და აი ისეთი გაყოფილი ვიყავი რომ მეთქი ჩემთვის კიდე ორმაგათის არის ხოლმე, ნუ ხო რაღაც სხვანაირად ვაკვირდები მაინც როგორ უკრავენ რა. რაღაც ბენდზე რაღაც ცოტა ის ვიტყვი შეიძლება ჩემთვის ესენი უკრავენ ძალიან მაგრა რა და ნუ მოკლედ ეგ არის. მეც ეგრევ შლი ხოლმე ცალ-ცალკე ჯერ გიტარას უსმები. Fordy Monster Lobsters-ების ავტორი მუსიკის შენ ხარ? დიახ.
მაინტერესებს როგორ იქმნება, როგორ იწერება და პირველად რა მოგდის ხოლმე თავში ტექსტი, მელოდია თუ რაღაცა შეგრძნება, ტრანსპირაცია რა არის ხოლმე. ნუ მე რა თქმა უნდა ახლა რაღაცები ხანდახან ძალიან კაი იდეები სხვებსაც მაქვს ხოლმე, ნუ ახლა ახალ სასტავში რაღაც ახალი ტრეკები გვაქვს, რომელიც ჯერ არ დაგვიდა, რომელიც იდეის დონეზე აქვს სხვებს მოტანილი და ვაპირებთ რა. და კეთების პროცესი აი ეს იდეა რა მოაქვთ ხოლმე, მაგალითად თემა მოაქვთ თუ აი რა გულისხმობ იდეა. ხო, თემა ძირითადად და მე რაღაცა აი მოდი ამაზე გავაკეთოთ მუსიკა. ანუ ჯერ არ გვიქნია ეგეთ ფორმატში, ძირითადად მე ვარ ხოლმე, მაგრამ აი ხა რაღაც გვინდა რომ ეგეც ვქნათ რა. აი შენ რო წერ ხოლმე პირველი რას წერ? მუსიკას თუ ტექსტს თუ არ ყოველთვის მუსიკას ვწერ ჯერ. მე მგონი არასდროს ჯერ ტექსტი არ დამიწერია. და ხო, ნუ ძირითადად და ინსტრუმენტებზეც ძალიან იშვიათად ვწერ სხვა. ადრე უფრო ვწერდი ხოლმე ინსტრუმენტებზე, ვიდრე ახლა ძალიან ლეპტოპის ტიპი გავხდი და ტრეკს ვაწყობ ლეპტოპში, ანუ უფრო ტრეკი არის ის ვიდრე სიმღერა. და მე გადამყავს სხვა შორის ეგ მე მგონია რომ ცოტა სხვანაირი ხოდია რა. კაიეთ ცუდია სხვა ამბავია, მაგრამ სხვანაირი ნაკდად არის. სადღაც თქვი აღარ მახსოვს რომ ტექსტებს არ ვწერო ისეთ სიღრმისეულსო რა, უბრალოდ რომ რაღაცა მელოდიას მოვხდესო და აღარ მახსოვს მიზეზი რა იყო მაგისი და შეგიძლია. ეგ ადრე ვფიქრობ სხვა შორის ეგრე ძირითადად მიზეზი ალბათ. ხო, მეთქვა ბოდიში ახლა უნდა მეთქვა ბოლო ალბომში საერთოდ არ ვფიქრობ რომ ეგრე არის. ხო, და მეც ბოლოს რაღაცას რომ მოусმენ, ეგ არ არის ეგრე. მაგაში ალბათ ძალიან დიდი წვლილი აქვს რა ენაზე წერა, ინგლისურად რომ თან ადრე ძალიან ცუდად უდგებოდი, ან ცოტა ფეხებზე მეკიდა ტექსტი რა. სმენის დროსაც. ეხლა საერთოდ სხვანაირად ვფიქრობ. მაინც ჩემთვის ხო მუსიკა უფრო მნიშვნელოვანი არის და მუსიკით რაღაცა ემოციის ჩადება და გაშვება თუ როგორც არის. ხო და ენა როცა დავიწყე ქართულად წერა, მე ძალიან სხვანაირად დავიწყე წერა და ხო მე ხა სხვანაირად ვაქცე ყურადღებას ხო. ეხლა ძირითადად ქართულია ხოლმე და მაგიტომ აი თუ რაღაც მინდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი თუა ქართულად არის და თუ რაღაც დებილობები თქვა შემიძლია ძალიან ბუნებრივი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხაც უსმენდი სულ ეხლა გამოვიდა 2 კვირის წინ თუ არ ვწდები რომანი, თქვენი ახალი ტრეკი და ისეთი არ ვიცი ესე მგონი რომ ცოტა 90-იანების ესთეტიკის არის რა და ანუ ეგ ინსპირაცია რამემ წამოიღო კონკრეტულმა თუ უბრალოდ ჟღერადობით ეგრე გიტარაზე დავწერე ან თემა რა გაგილაწულე ხო აი ძალიან მართლა გადამაგდო უცებ დავინახე ხალიჩა რაც ნოსტალგიური ჟღერადობა ეგრევე ბავშვობაში წავედი ხალხ შორის მახსოვს, ანუ ძმაკაცის სახლში ვიყავ და ცოტა ისეთი სახლი აქვს, ცოტა ძველებური. და რაღაც იცვამდა თუ რაც მარტო ვიჯექი და პროსტა რაღაც რო თამაშობ გიტარაზე და მე დამამახსოვრდა ეგ თემა იყო ძალიან დიდი ხნის წინ და მე გავაკეთე ტრეკი ავაწყე ცოტა ღლიცინით რა მეთქი რა არის და მე მას ხომას რომ უსმინეს და მეც რომ შევყევი მეთქი კაია. აი ადამიანი თქვათ რომელსაც არ აქვს მოსმენელი შენი მუსიკა და პირველად უნდა მოусმინოს. რას ურჩევდი რომ რომელ ტრეკს მოусმინოს პირველს? ო ბიჭო არ ვიცი. მაგარი რთული კითხვა არის. იმიტომ რომ რთული კითხვა. იმიტომ რომ მე დამენანება რომ მე ის რამდენიმე უნდა უთხრა. მე მგონია რომ ძალიან აიკონიკიდან არ უნდა დაიწყო პირიქით, აი რაც underrated არის და რაც უფრო უყვართ ხოლმე არტისტებს თავისი ვიდრე რაღაცა ბჭყალებში გავარდნილი. იდეაში მაგიტო ვაკითხები რომ მაინტერესებს აი თვითონ რას. ნუ სამი თქვი, ოკეი, ერთი არის. აი ერთს ვიწყwi, მაგრამ ნუ რამდენად სტორი ვიქნები არ ვიცი. მე მიყვარს რადიო ძალიან. რადიო 2002 გვაქვს ეგეთი სიმღერა. ოკეი. არ დამიჯეროთ. ამ მუსიკოსობამ, მუსიკაზე არ ვიცი, მუსიკოსობამ გაგიცროა იმედი, აი გითქვამს რომ ერთი აი ამის დედაცვად რომ აი აღარ ვიდა თუ რაღაც. სხვა თავიდანვე საკმაოდ აი უიმედოთ რომ ვდგები რაღაცა ჩემი აზრით. მე ანუ შანსი არ არის იმედი გაგიცრუდეს, იმიტომ რომ თავიდან იმედი არ გქონია. არა, სადღაც პროცესში რამე
ჩაიფუშათ ხო? კი რა თქმა უნდა, ეგ თან რამდენი წელია ეს ბენდია, რამდენი გამოდის 7. ხო და სულ არის ხოლმე ხან წინ, ხან უკან, ხან ძალიან ჩავარდნა, ხან ძალიან ავარდნა რა და არა რავი ნაწილად ვუყურებ მაგას რა არ შემიგინები. მაგრამ ხო შეიძლება ახლოს ყოფილო რა. ჯუმა შემიგი არ ვიცი არ ვიცი. ოკეი, თავი არ განვიცდი ხოლმე ხო. აგრძელებთ. ხო, ამ კითხვას ეპასუხება ცოტა და ეგეთი კითხვა მაქვს მეც. შენი აზრი მაინტერესებს, რა არის ყველაზე რთული დამოუკიდებელი მუსიკოსისთვის დღეს საქართველოში? დამოუკიდებელი მუსიკოსისთვის, რომელიც songwriter-ისთვის თუ ხო, აი მაგასაც არ ყავს პროდიუსერი, ამას გულისხმობ? მე ვფიქრობ, რომ რავი, ან ბურთი და მოედანი და თუ საუბრობთ პროდიუსერ ტიპზე, რომელსაც პროდიუსერი შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც, მაგრამ თვითონ შეუძლია just აწყოს რა, მაგისი საქმე არის songwriter ტიპი, ვინც არის უფრო რა ჩემ ჟანრზე ლაპარაკობ რა და ყველაზე რთული რა არის. კარგი სიმღერის დაწერა ალბათ. შენ მერე პროცესებს გულისხმობდი ამის გატანა, ორგანიზება რაღაცა. ამის გახმა მერეც რა თქმა უნდა პროცესი არ მარტო კარგი სიმღერას დაწერე ხო და just დადე Facebook-ზე. ანუ ხო მერე ძალიან დიდი რაღაც მოყვება რა განსაკუთრებით ეხლა ძალიან ბევრი შემსრულებელი არსებობს, რომელიც ძალიან კარგად აპიარებს თავს თვითონ სოციალურ პლატფორმებზე. რაც ძალიან მაგარი არის. და რაღაცნაირად ნაწილი არის. ჩემთვის აი ცოტა რთული არის, მაგრამ თან მქონია რომ ნაწილი არის მაგისი რა, ანუ დღევანდელი ეს საქმიანობა მაგასაც მოიცავს რაღაც თვალსაზრისით. კარგი სიმღერები გაქვთ, ბევრი. ხო, აი ეხლა ვიწყებთ ინფლუობას. ოკეი. და მე ყველაფერი მაგარი TikTok-ზე. marketplace-ია რა, რომ გაიტანო და რაღაც ბევრი. ანუ ეს ძალიან შეცვლილი არის, რაღაც 70-იან წლებში რო იყო რომ just ანუ music video-ებიც არსებობდა საერთოდ რა just შედიოდნენ სტუდიაში მე ეს ფირფიტით ვცელობოდა და კონცერტებზე ენახათ ხალხს და საერთოდ როგორ გამოიყურებოდნენ ხალხმა არ იცოდა ვის უსმენდნენ რა ნუ მე მაგის ნაწილი იყო ტელევიზია და music video-ები და ასე შემდეგ და ბოლო წლებში ძალიან დაჩქარდა ჩემი აზრით ეგ კიდე რა რაღაცა 10 წლის წინ თქვათ მართლა Facebook-ი იყო და YouTube-ი აქ ყოველ შემთხვევაში ეხლა ბევრად Spotify გაჩნდა, Apple Music-ი გაჩნდა, TikTok-ი, Instagram-ი გაჩნდა. ძალიან დიდი ევოლუციას გადის და ნუ ბოლო წლები რასაც ხა ვუყურებ, სადაც ვარ, იმაში მგონია რომ ყველაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ადრე ვითარდება. ხო და რამდენიც არ უნდა შევეწინააღმდეგო და რაღაც ეს მინდოდეს რომ რომანტიკის ნაწილი დარჩეს, ხო ეგრე მე მგონი მე დავრჩი იქ და რაღაც მგონია მე არა აი ხო მე ბოლომდე ვაწვევი შენ ძალიან კარგად გამოგდის ეხლა რაზეც ვაპარაკობ იმიტომ რომ ბუნებრივად შეგიძლია ანუ არაფერი მან არ არის არაორგანული მადლობა ხო ჩემო სიცოცხლე აი კრიტიკული კითხვა მზად ხარ აუცილებლად მადლობთ ბენჩი თუ არის ხოლმე თქვენთან რამე უთანხმოება და როგორ წყდება ხოლმე რა ხაჭერს ამ სასტავში ნაკლებად, ამ სასტავში ძალიან ისე ვართ შეთანხმებულად რა, ნუ უთანხმოება არის ძირითადად ხო, ნუ მუსიკაზე ალბათ. ანუ როგორი იყოს ტრეკი ლაივში. ნუ რა თქმა უნდა ჩანაწერშიც, მაგრამ ძირითადად უფრო არის ხოლმე, რომ აი ესეთი პარტია იყოს აქ თუ ისეთი იყოს და რაღაც 3-1-ზე ვართ და მან ძალიან მაინტერესებს შენი როლი, როგორც აი როგორც მუსიკოსის რომლის დაწერილიც არის ტრეკი და მაგალითად ხო ცოტა უფრო პრეტენზიული ვიყავ ხოლმე ადრეს ხოთა შორის რა ეხლა რო უყურებ ბევრად მიმღებელი ვარ ეხლა ვიდრე ვიყავი ადრე და რაღაც უფრო კომფორტულად გრძნობ ესე თავს რა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაც ერთ ნოტს საერთოდ არ გქონდეს ესეთი მნიშვნელობა მაგრამ აი რაღაცა вообще სხვანაირად ვუდგები ეხლა ბევრად ყველაფერს მუსიკის კეთებასაც და დაკვრასაც რაღაცა მაშინ უფრო ის ქონდა აი ეს აი ლაძიეზი უნდა იყოს აქ აუცილებლად ლაძიეზი ხო და ეხლა უფრო ჩილგაი ხარ? ეხლა ბევრად ჩილგაი ვარ ხო ეგ რამ გამოიწვია შენი აზრი გავიზარდი რამდენი წელი არსებობს? 7 წელია მანამდეც რაღაცები მქონდა სულკაც 7 წელი ძალიან ბევრია ხო
და მე მაინტერესებს ეხლა რას გეგმავთ რამეს ისეც რაც უნდა ვიცოდეთ რაც შეგიძლია რომ დაანონსო ეხლა იდეაში აპრილში დავდეთ ალბომი და ნელ-ნელა ვდებთ ტრეკებს ანუ Spotify-ზე დევს ფლიანტ მაგრამ ნელ-ნელა ვდებთ ტრეკებს YouTube-ზე რა ეხლა რომანიც აპრილში გამოვიდა მაგრამ ნუ ზაფხულის გეგმა ეგ არის რომ ნელ-ნელა მარტივი ვიდეოებით დავდოთ ტრეკები რამდენიმე დარჩა სესია გვინდა კარგად ჩავწეროთ მაგას ვაპირებთ ხა ამ დღეებში ზუსტად რომ ლაივ ჩანაწერები ამ ყველაფრის და მაგისთვის მადლობა სესიებსაც აკეთებს ლაივები არის ხთხლად ზაფხულში აქ-აიქ გეგმად და ნუ აი როგორც გითხარით ცოტა ის არის ალბომის კეთებისას ეს ალბომი კი რეალურად 3 წლის წინ დავიწყე მაგრამ მე შეიცვალა ის მოხდა და რას ბოლო რამდენიმე თვეში მივიყვანეთ ბოლო სახემდე რა პლუს ახალი ტრეკები ის მთლიანად ახლიდან გარჩევა მე ლაივები იყო ბლომად და მე ხა ცოტა ის გვაქვს რა ხელი პერიოდი გვაქვს. აი დიდი შრომა გაგიწევიათ ამ ხო, საერთოდ არის რა, გბეზდება. ფერი აღარ გინდა არავის დანახვა ხო და ცოტა ხანი ის გვაქვს რა, რომ აი რაღაც იდეები გვაქვს, რაღაც იდეები მე მაქვს და ჯერც არ მიჩვენებია იმათთვის, რაღაცები საერთო იდეებიც გვაქვს, რაღაცები ის არსებობს, ჯერ აი ისე რა, აი Ableton-ში რო და დებილი პროექტი არის ჯერ რა, ესე ცუდი ხმები რო და მე მაგებს დავსხდებით ალბათ გადავარჩევთ რომელი გურჩევნია და როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ალბათ შემოდგომიდან აქტიურად დავიწყებთ ახალი რაღაცების კეთებას მაგრამ ჯერ ესენი არის კარგად შენი ტრეკებიდან ყველაზე მეტად რომელი გამოხატავს შენ თავს აი რო გითხრან რატოს ეს ფულ კითხავს არც აი მარტო მაინტერესებს აი ვიღაცამ რომ მოისმინოს პირველი რას ეთყოდი რომ მოისმინოს თქო რომ შექმნეს წარმოდგენა ამ ბენდზე და ახლა ვეკითხები რომ შენი ტრეკებიდან ყველაზე მეტად რომელი გამოხატავს შენს იდენტობას შენი აზრით საჭიროა მგონია რომ მეტნაკლებად ყველა აბსოლუტურად გააჩნია იმ პერიოდში რა ხოთზე ხარ ალბათ რა და შესაბამისად სხვადასხვა ჩემი თავის ის არის რა დღიური ვითარი თუ რაღაცა ეგეთი რა და აგიტო რავი დღეს ხო და დღეს დავწერე ამის ის იქნება ყველაზე კარგად რაც მე გაგვაგებინე გამოვაგზავნე და აი ეს ვარ თუ მიყავ იცოდე მეც რამდენ რამეს გაგიყავ მე მაქვს სურნელება სულ ახარ ვიტყობ იმიტომ რომ თვალებს შენ სხვამზე გითბობს შენ თუ გახსოვს რაჯასტანი ცხოვრობ მე ზუსტად ისე როგორც მინჯობს ცხოვრობ მე ზუსტად ისე როგორც მინჯობს გამithvop და ჩემს ხელგულს აქ ხელები გამირთობს რაც კი დარჩა ყველაფერს წინ დამიწყობ იმიტომ რომ თვალებს მე სხვამზე მithvობს შენ თუ გახსოვს რაჯასტანი ცხოვრობ მე ზუსტად ისე როგორც მინჯობს ცხოვრობ მე ზუსტად ისე როგორც მინჯობს
მეგობრებო, ახლა უნდა დავუშვათ ლიდერ სპორტის კითხვა, რომელიც რა თქმა უნდა არის მუსიკასთან და სპორტთან კავშირში და თქვენც თუ იცით პასუხი მე გამაგებინეთ ამაზე. უნდა იყოთ პირობა არის ასეთი, რომ უნდა იყოთ ჩვენი გამომწერი და კომენტარებში უნდა დაწეროთ სწორი პასუხი და გამარჯვებულს გადაეცემა კურსასმენები. კაი. სპორტის რომელი ვარსკვლავი მონაწილეობს მაიკლ ჯექსონის მუსიკალურ კლიპში Remember the Time? მიხაელ შუმახერი, მაიკ ფელპსი, მეჯიკ ჯონსონი და ალექს ლალასი. აბა, ამ 4 სავარაუდო პასუხიდან თქვენი აზრით რომ შენ იცი? არ იყვი? ხო თუ თქვი რაღაცა. მესმის რომ მარტო შენ არ ხარ მონაწილე ამ ყველაფერში, მაგრამ songwriter-ი ვინც არის, იმის ხელწერა განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე და იმდენად აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ტრეკები შემხვდა, ხელწერა რა თქმა უნდა აქვს ერთი, მაგრამ აი ემოციურად რაღაც სხვადასხვა პატერნები არის რა. ხო და აი ამდენი რაღაცა ემოცია და რაღაც რო გაქვს ნახარჯი რა. აი არ იყოფილა ეგეთი მომენტი, რომ არ მოდის ესე არაფერი და თუ გაქვს რაღაცა ეგეთი წყარო, რომელიც იცი რომ სულ გაამართლებს და საიდანაც გამოგაჩავ მაგ შთაგონებას. შეგიძლია რომ დაჯდე და just უკრა და რაღაცა იქიდან გამოიყვანა რაღაც აბბას ტიპი აყვებოდა რომ როგორ დაწერითო ის ჰიტებიო და აი просто შეიძლება პიანიზაციაო და უკრაო და გამოდისო და მე რაღაც ყველა სიმღერა ჰიტი აქვს თუ რაღაც ხო და ხო მე იშვიათად უფრო ეგრე თუ თქვათ აი ფიქრობ რომ მინდა რომ დავწერო რაღაცა მაგრამ შეიძლება მართლა დავждდე და ვიფიქრო ან რაღაცა ჯემო ან ტრეკებით შეიძლება და დაუკრათ ან რაღაცები და რაღაცა ეგრე იფიქრო რა, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე ანუ რაღაცა მოდის პროსტა თავში და მე რა შეიძლება ქუჩაში ტელეფონს ვიფარებ თუ ლაპარაკობ ტელეფონზე. ოღონდ სანჩუმა თუ შე მე აღარ ისმის ხოლმე ხა და ეგრე არის ხოლმე ძირითადად რაღაცები, მე დაჟე არც მახსოვს ხოლმე და შავსქროლა ხოლმე და ის რეკორდერში სიზმრებს ვიწერ ხოლმე ეგრე მოგიყვიძებ სიზმრებს ოღონდ ღმერთონეთ არავინ არ იპოვოს რაღაცა კლანი არა მე ვაპირებ რომ მე ყველა შევკრა გამოუშვა რაღაც მოთხრობებად რა ოღონდ ეგ ვოისი არ ნახოთ არ მოისმინოს არავინ ვაფშე ჩემი მოისები არ მოისმინოს არავინ ისეთი ბლოკი უნდა დავადო რომ მოვკვდები ეგ არავინ არ მოისო ისეთი ჯოჯოხეთია ხო მაგრამ საინტერესო სიზმრებს რო ხედავ მე ვა მოდი ამას მე გავიწყდება ბოლოს დამესიზრა ისეთი რომ იმას ჩაწერაც არ ჭირდებოდა ჩემო მეგობრებო მინდა გითხრათ დეტალები ყველა პონჩი გავიწყდება მე რა და ეს ბმა ძალიან დიდი შანსია რომ ბმა არ ქონდეს ერთმანეთთან და იმაგის აკინძვას როგორ ფიქრობ სიზმრები ხო არ მოთხრობების კრებული თუ რაღაც არ ვიცი სხვა მესმის მაგრამ მე ხა იმიტომ დამაინტერესა რომ რაღაც ეგეთი იდეა მქონდა რაღაცები ხო არის ხომ გრძელდება ხო და ეგ შეიძლება რამდენიმე თავიანი მოთხრობა გააკეთა ხო მაგრამ ძირითადად ეს ალბათ სხვადასხვა დასათაურებით იქნება პატარა იგავარაკებივით ხო სწორად მივხვდი ან შეიძლება ჩაშალო რაღაცებ დაამატა და ერთი საინტერესო თემას მივადეკი კიდე უფრო მე არ ვიცოდი ამ გადაცემაში თუ სიზმრებს ეგ ძალიან კარგი პრაქტიკა არის. იმიტომ რომ მე ყველაფერი რაღაც შეგიძლია ფსიქოანალიზი გააკეთო და მაგიტომ მაინტერესებს. მაგრამ ჯერ ძალიან ხანი პაუზა არის. კაროჩე. ვარ დაგავიწყდეს ეგრევე წმე. გურუ მომდევდა. 7 წუთი ყვები რაღაცას. ყველა ვოიში დოდო გუგეშაშვილის ხმა მაქვს. იმიტომ რომ ეგრევე წერ რა პროსა. ვაუ. ძალიან საინტერესო. შეგიძლია ეგ პრაქტიკა დაანერგო ხვალიდან. მეც ვიწერ ხოლმე კაცო მაგ. ბექა. ყველაზე დასამახსოვრებელი ლაივ კონცერტი, რომელსაც დაგიკრავს, რომელი იყო და რატო იყო ყველაზე დასამახსოვრებელი? ნუ ოპენიარები ყოველთვის კარგი იყო. სხვაჩას პირველი იყო ცოტა ისეთი, იმიტომ რომ გავრილობის ღამე იყო წინა დღეს და ოპენიარზე ჩვენ ველოდით რომ newcomers მოვიგეთ და ახლა დიცავს და რაღაც
ნუ ეგეთი არ იყო თორე ძალიან კარგი იყო კაცო, ნუ გახსნაზე არ იყო, გახსნაზე უკრავდა. სულად დაგემთხოთ. ხო, ნუ რას ვიზამთ რა, მაგრამ ნუ ეგეც მომენტ მაგარი იყო, რომ პირველად დავუკარეთ ამ ხელა სცენაზე რა და ცოტა ის, მაგრამ კაი იყო, მაგრამ შემდეგი ოფენერები იყო ყველა კარგი ძალიან რა. მაგრამ აი ესეთი ლაივი გამოვარჩევდი დედაენის ბაღში. რუსტერი იყო მაშინ, ეხლა მეგონი აღარ არის სხვა ადგილია, მაგრამ ნუ პატარა სცენა არის იქ, ხო იცით? კი, ყვერდი. და მან იყო ორი ლაივი ჰქონდა მან და ორივე იყო, ნუ აი რაღაცა ყველგან რო ხალხი არის და თანაი ძალიან ახლოს რო არის ხალხი რა და თან უფასო არის ხოლმე ლაივები და ამიტომ პატარა ბავშვებიც მოდიან ხოლმე და ეგ ძალიან ასწორებს ხოლმე რომ ხანდახან რაღაც უკრავდა 8 წლის 9 წლის ბავშვი და მე რაღაც გეხუტება ლაივის მე რაღაც სხვანაირი ემოცია არის და ეგ ბარიერი რაღაცნაირად იხსნება ხოლმე ხო და თან ანუ სცენაზეც არ ხარ შემაღლებულზეც არ ხარ და იმენა შიგნით ხარ რა ხალხში და ძალიან საკაიფო იყო ორივე ლაივი ეგენი იყო ალბათ აი ორივე ერთმანეთზე კაი რა თან სხვა შორის პირველად დაუკარით მაგ დღეს გქონდა დღისით სადღაც ლაივი თან იქ იყო რა ქვია იქვე რა კოლმეურნეობაზე სადღაც იქაც ხო დიდი ადგილი არის რაღაც ხო და დაუკარით და ცოტა ავიღალეთ ხა რა და იქიდან მივდივართ ფეხით მივათრევთ იქვე რა არა ნუ ემოციურადაც დაღლილები ვართ თუ რაღაც რა კაი დიდი ლაივი იყო მე რეთრევა ძალიან მწარი ხო და მე ეგრე ვიცოს ხოლმე ზირდად სახლში ან რაღაც სადმე და რომელი ცოტა ისე ვიყავით მაგრამ რომ დავიწყეთ რაღაცაი მეურის თუ თქვა თუ რაღაც გაგვეხსნა ისე რა მაგარი ენერგიული აი დაჟე უფრო ენერგიული იყო ვიდრე შეიძლება ისეც ყოფილიყო რა და ტოპ ძალიან кайფი. იმიტომ რომ მგონია რომ ეგ ემოციების გაცვლა და სწორად კარგად რა. და ნუ არის ხოლმე ძალიან ხშირად ეგეთი შემთხვევები, მაგრამ ნუ ეგ მახსოვს ყველაზე ტოპად რა. სულ ვეკითხები ხოლმე რა ვის უსმენთ, მაინტერესებს, მაგრამ ვის უსმენზე მეტად კიდევ ძალიან მაინტერესებს უბრალოდ საყვარელი არტისტი და ალბომი კი არა, აი სიამოვნებით მოვისმენდით. რეკომენდაციას, აი ვიღაცა ახალი, ვინც აღმოაჩინე, ვინც არ არის ფართო საზოგადოებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა. სამი ან ალბომი, ან ტრეკი, ან არტისტი. რომელიც კი. ქართველებს ძალიან ბევრს ახლა გაუწევ რეკომენდაციას, ძალიან დიდი სიამოვნებით, ძალიან მომწონს ახალი სცენა როგორიც არის რა. თეიფები ვახსენე ხა წელანაც. იზმირი მომწონს ძალიან სხვათა შორის. ერთად ვისურვებ რომ ბევრი ყოფილიყო ანუ ბევრი ტრეკი კონტენტ უფრო და ძალიან კაი არის მე თუ მკითხავ ნუ ახლებიდან თორე ძველებზე არ ვლაპარაკობ ძველები ხო და უცხოელებს რაც შეეხება შენ კი იცი ჩემს თან სტუმრად ვინმე მოდის ნოგა ერეზით მაქვს ძირითადად გადაჭედილი ყური პატარა ორკესტრი ყავს ლაივისთვის საოცარი ძალიან კაია და სხვა შორის ფეხმძიმედ იყო ცოტა ხნის წინ ხა იმშობია რა და არ ქვახო არის ხულიო არ ვიცი ფეხმძიმე უკრავდა ლაივებზე და აუ ძალიან მაგარი მუსიკა მომწონს ძალიან რაღაც ესეთია რა და ნუ სათაურია ეგ ესპანელია ამერიკელია ავანდ ხო ჯიუ ამერიკელია მე ვიცი კაცო ბოლო პერიოდი გავარდა ძალიან ძალიან გავარდა ცოლად უნდა მოყვანა ისე მოწონი სხვა რაღაცაზე ვამბობ ახლა. ნუ პროსტა ძალიან გავარდა TikTok-ს და ასე შემდეგ კოსტიუმების გამო. ტიპები არიან კანადელი ფრანგები. ანუ სახელს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ანჟინ და ვიტყვი. მაგის ვერც მე ვერ ვამბობ. ეგ არის არც ერთ არავის არ მოუხდენი ეგეთი შტაბეჭდილება ჩემზე. გამოშტერებული. ძირითადად მე ის იყო რომ როგორ არა ეგეთი. კი არ არსებობს რა ნახე. ხო, ნუ სტრანი მუსიკა ასე შემდეგ მე ძალიან ერთი რომ მიეჭირა კოსტიუმების გამო მე ცოტა ჩაქრა. არ ვიცი, ვერ ვამბობ. რაღაც არ ვიცი. ხო და მე მართლა მომწონს მუსიკა ძალიან აი მიუხედავთ იმისა რომ საკმაოდ შემდეგი მუსიკა არის თუ რაღაც ხო საკმაოდ ინტენსიური არის ესე ხანგრძლივი მოსმენისთვის და შეიძლება თავდაპირველად ესე რა ვერ აი ეხლა არ ვიცი აი შემიძლია რომ საათობით ვისმინო აი არ ვიცი ეგეთი შტაბეჭდილების ქვეშ ალბათ ბოლო წელია ანუ აღმოჩენების მხრივ არ ყოფილა ჩამიგდეთ აუცილ მგონია რომ მოსმენილი გაქვს ან ანახი გაქვს მინიმუმ. ოკეი. და ნუ ერთსაც ვიტყვი, აი ეს ნოგაირედის ძალიან მომწონს ლაივ შესრულება, იმიტომ რომ პატარა ორკესტრი ყავს თქო რა და ეს ბენდი ხა
შაშან გავარდა, ეგეც Tiny Desk-ზე დაუკრეს just პატარა ორკესტრს ეძახი მაგას რაღაც აყავთ ჩასაბერების გუნდი პატარა და ბექ ვოკალები და ასე შემდეგ რა. მანამდე იყო ორი ტიპი და ვაფშე სხვას ღეროდნენ რაც ელექტრონიკა რაღაცნაირი სიმღერები ქონდათ რა რომელიც მაინც არ მომეწონებოდა. არგენტინელები არიან, ხო და მანდ რო დაუკრეს ისე გავარდა ეს რომ ეხლა ლაივებზე სულ ეგრე უკრავენ რა და ჩანაწერებს ჩემოიტანეს კატრიელ და პაკო ამოროზო ესე ქვიათ. კარგი, ახლა ყველაზე საინტერესო მომენტი დადგა, ჩემი საყვარელი მომენტი გადაცემაში, თამაშების დროა. და მე დავანონსებ ესეთ თამაშს, ჩვენ ეხლა მოვისმენთ 3 დარევერსებულ ტრეკს და უნდა შევეცადოთ და გამოვიცნოთ, ოღონდ ჯერ სტუმარს დავაცადოთ. და ჩვენც ჩავერთოთ, ოღონდ თხლად ნუცა. ყველაზე მეტად მიყვარს ეს თამაშებიდან ეს. არ მიცდი ეს ხოთა შორის ეს. Ვიცი. Linkin Park. Crawling in Moscow. Linkin Park. Yes. Yes. Oh. ისტორია. მე დაგასწრებით ყველას. Okay, შემდეგი. Დარჩა არის ეს. შენ ხარ. არა ვარ. შენ ხარ. ბოლო სიმღერა არის. ხო. ორშაბათიდან ქვია ამ სიმღერას. მოусმინეთ. დავშე. მაგარი საპორტი გაკოჩა. ის რა კარგად. მარა ეგრევე მივხვდით. ამე სულეცი ესეც რო იყოს ანუ კაი ტრეკი. 21 Pilots. აი ერთი კი, просто ვიკითხავ, აუქესტი არის? არა, გვარი 21 Pilots არის, ხმით გავდა. არა? აშკარად არ მაქვს მოსმენელი. მაგარი დემონური ხმები იყო ბოლოში. გეუბნები, მე სულები გამოიძახეთ. ამოდი ერთხელაც დარევერსებული მოგვესმენინეთ. მე ვიცი რომ ვერ გამოცვა არ მაქვს. have no idea. ეს გავს Car Radio-ს თითქოს, მაგრამ მე რო ის გუნდის ხმები იყო, მაგან დამაბნია მეც. ხარამე ძალიან მარტივი იქნება. Eminem. აგორ. პირველად ვისმენ. ვინ იყო თქვენ მაინც მიტყარდა არ ვიცი. ანუ საიდან მოგქეკეთ? Young Blood. უბრალოდ ვუყურებ მას, არ ვუსმენ. ამიტომ ეს ტრეკი არ ვიცი. კაი, შეგვიძლია. ბეკამ მithმობდით მე მგონი. ნუ არ თმობს, არის დროს არ თმობს. ეხლა უნდა რომ გამოვაცხადოთ რომ ნუცა მოიგო. გამოიწნა და ახლა რა? ვიფხრიწები. კაი, არა, ბეკამ უნდა მოიგოს ხო? უნდა მოიგოს. სტუმარია მაინც, კაი, ჯანდაბი. Okay, ძალიან საინტერესო სტუმარი იყავი და მადლობა რომ იყავი ჩვენთან. მადლობა დიდი ძალიან თქვენ პირიქით. მადლობა ძალიან დიდი. იმედია მოგეწონა ჩვენთან. ძალიან მომეწონა თქვენთან. ხა? აუცილებლად. სასიამოვნო რესპონდენტი იყავი. რესპონდენტი. კი. მადლობა უნდა გადავუხადოთ
ბექას პირველ რიგში, Leader Sports და ჩვენ მუსიკალურ მხარდამჭერ Music Rooms.